სურსათის ბანკი თავისი კლასიკური გაგებით ოპერირებს. სურსათის ბანკი კი გახლავთ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების თელს აი ამ პროცესში ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ჭარბად დაგროვილი, უვნებელი მოხმარებისთვის აბსოლუტურად უვნებელი სურსათის უფასოდ გადანაწილებას მოსახლეობის იმ ფენებზე, რომელთაც სურსათზე ხელმისაწვდომობის საჭიროება აქვს. ერთ-ერთ საცალო ვაჭრობის ქსელში სალაროებთან განთავსდება სპეციალური ყუთები, წარწერით სურსათის ბანკი და მოხმარებლებს, როდესაც შეისყიდიან გარკვეულ სასურსათო პროდუქტს, შეეძლებათ, რომ აი ამ ყუთში განათავსონ, თქვათ, სპეციალურად შეწირულებისთვის განკუთვნილი, დონაციისთვის განკუთვნილი პროდუქტი და მეორე და ყველაზე მთავარი რისთვისაც მთელი ეს პროცესი დაიწყო, ეს გახლავთ, როდესაც კერძო სექტორში იქნება ეს რიტეილი თუ ჰორეკა, ჭარბად წარმოქმნილი სურსათი სხვადასხვა მიზეზის გამო რჩება დახლზე, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ვადის გასვლასთან ახლოს, ეს შეიძლება იყოს ვიზუალური, თქვათ, მცირედი, თქვათ, არასათანადო მარკეტინგული ვიზუალი პროდუქციის, ეს შეიძლება იყოს ხილი, ბოსტნეული და ასე შემდეგ. და იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობდა საკანონმდებლო შეღავათი, დონაციის შემთხვევაში მათ უწევდათ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა და ეს უკვე აღარ არის სახეზე, მოიხსნა ასეთი ტიპის ბარიერები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, რომ აი ესეთი კატეგორიის პროდუქცია განათავსონ, ანუ გამოყონ, ცალკე დაახარისხონ და შემდეგ სურსათის ბანკი მოახდენს მათ ტრანსპორტირებას და განთავსებას სურსათის ბანკის სასაწყობე სივრცეში, რომელიც შემდეგ უკვე გადაუნაწილდებათ ბენეფიციარებს და მოსახლეობას.